მას შემდეგ, რაც 1959 წლის მაისის ბოლო კვირას აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა სილამაზის დღესასწაულის ჩატარებას სცადა, 1 ივნისს ყვავილების დღე ეწოდა და ეს ზეიმი წლების განმავლობაში აღინიშნებოდა. ტრადიცია არც დედაქალაქის მერმა დაარღვია და სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად თითქმის ყველა რაიონში არსებული სკვერი თუ ბაღი დაათვალიერა. პარალელურად შეხვდა მოსახლეობასაც და არც ისინი დატოვა უკმაყოფილონი. პირველი ობიექტი ახლად აღდგენილი და მოპირკეთებული დედაენის ბაღი გახდათ. შემდეგ დიდუბის რაიონში არსებული სკვერი, რომელიც ინვესტორების მიერ რესტორნის აშენებას გადაურჩა. დღეს ეს ტერიტორია მოვლილი და გალამაზებულია და ის მოსახლეობის დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ძალიან ლამაზად მიმოშავეთ, კარგად გავიგებთ. ეხლა ჩვენ ისე მოვლით, ამას რა ვიცი. ეხლა კი, აი ძალიან გწყოთ, აი ის აიწონა ის რაღაც ბავშვი. საქანელა ძალიან გწყოთ. იმედის ნაბერწკალი ჩაგვესახაროთ. ასეთი ყურადღება გამოიჩინეთ პირადად. ამის შემდეგ კვლავ დიდუბის რაიონში 9 აპრილის ახლად აღდგენილ ბაღში გადავინაცვლეთ. ძალიან მოგწონს, ძალიან გვიხარია, რომ დაცუფთავ და დაალაგდა. გთოვანებულები ვართ, ძალიან გვიხარია, ბავშვებს სკვერი აქვთ. ახალგაზრდები შეიძლება სავარჯიშოთაც გამოვიდნენ, უფროსი ასაკის. ჯერო ისეთი მშვენიერი დიდი სკვერია. დიდუბიდან სანზონის სკვერში გადავინაცვლეთ. პიონერები და საერთოდ მთელი მოსახლეობას აღამოს აქ ისვენებს და რავით, ძალიან კმაყოფილები არიან. მოსახლეობა უნდა იყოს კმაყოფილი, რაც თავარია და მე მგონია მართლა კმაყოფილები იქნება, იმიტომ რომ კარგად არის აქ. აქ ქალაქის მერი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები გაიზიარა. ჩემი პატარა ბიჭი ფეხბურთზე მყავს. დიახ. ყველა მიდიან სპორტებზე, სამი შვილი მყავს და სადმედია სპორტზე? თიანეთში. თუ დამეხმარებით. მობრძანდით ორ შაბათს და ანუ გამგეობაში ან მერიაში და დაგეხმარებით. უღრმესი მადლობა. ჩვენ მოგვისმენთ ჯერ თუ წავდადებით. არა, მოგისმენთ. 20 კორპუსი, 21 კორპუსი იქით არის, მე-19 იქით არის. ვიბოდიში. ჭები იჭედება 10 წელიწადია. იჭედება კანალიზაციის წყლებით და სულ მე-20 კორპუსი შემოდის. მომიტანეთ განცხადება ამის მეშვეობით და 10 წელიწადია ხალხმა 10 წელიწადი. კომუნიკაციას რაც შეეხება შევეცდებით რომ გამოვხსნათ. იქვე გლდანინა ძალადევის რაიონში მოსახლეობის თხოვნით დედაქალაქის მერმა მშენებარე ეკლესია მოინახულა. მას აქ მაცხოვრებლები თავიანთი სახსრებით და შემოწირულობებით აშენებენ და ქალაქის თავმა მათ ყველანაირი დახმარება აღუთქვა. ამავე რაიონში ახალი მინი ფეხბურთის სტადიონი ვიხილეთ. აქ უამრავ ბავშვს მოეყარა თავი და როგორც პატარები, ასევე მშობლები უდიდეს მადლიერებას გამოთქვავდნენ. ამ ტერიტორიიდან საბურთალოზე, კერძოდ მიცკევიჩის ქუჩაზე, 23 ნომერში გადავინაცვლეთ. აქ მოსახლეობამ საკუთარი ძალებით აღადგინა ეს ბაღი და დედაქალაქის მერმა ისინი სიგელით დააჯილდოვა. ნამდვილად ძალიან დიდი საქმე გადაწყვეტეთ და აქ ალბათ თელი უბანი და თელი ეს კორპუსები ჩამოდით. ჩემს რამე საჭირო იქნება დახმარება ყოველთვის დაგეხმაროთ. ამ ობიექტების დათვალიერების შემდეგ ვაკის პარკში მივედით. სილამაზის დღესასწაულთან დაკავშირებით აქ ყველა რაიონს სანიმუშო ყვავილები ჰქონდა წარმოდგენილი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც და სასიამოვნო აღმოჩნდა ის, რომ ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის სტუმარი, გოგი ბერიშვილი ქალაქის საუკეთესო ბაღისთვის დაჯილდოვდა. თითქმის ყველა რაიონი მოვიარეთ და ყველა რაიონში ახალი სკვერია გახსნილი და მოსახლეობა მე მგონია კმაყოფილი უნდა იყოს, ასევე სპორტული მოედანი გაიხსნა რამდენიმე დედაქალაქში. და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა შეძლოს მოსახლეობამ ქალაქის გამგეობებთან ერთად. ჩვენ ბიუჯეტში გარკვეული თანხები გავითვალისწინეთ წელს პირველად აი ამ სამუშაოების დაფინანსებისათვის და თუ ამით ხელშეგვიწყობს, მე მგონია, რომ სექტემბერში უკეთესად გამოიყურება არა მარტო უბანი, არამედ საცხოვრებელი სახლიც და მიმდებარე ტერიტორია. რამდენიმე თვის წინ ჩვენმა გადაცემამ წყალში დასახშებად განწირული ვაკელებისა და უწყლოდ დამხრჩვალი თემქელების პრობლემა გააშუქა.
მაშინ ჩვენ თამარაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლებს დროულად მოვევლინეთ მაშველებად. ეს იყო სასწაული, მე არ ვაჭარბებ არაფერს. მეორე დღიდან დაიწყო აქ მოსვლა, მანქანები, ციარული, გააკეთეს და რა გააკეთეს. ყოველ დღე მოდიოდნენ რამდენიმე, ესე იგი 5 დღის განმავლობაში ათხარეს, გააკეთეს, მოსპეს ეს წყალი, რომელიც 25 წელი ესე გადიოდა და საძირკველს ანგრევდა. თემქელების პრობლემის მოგვარება მოკლე დროში არ მოხერხდა, თუმცა ჩვენ თვეების განმავლობაში ვცდილობდით მათ დახმარებას, მაგრამ როდესაც რაიონის ხელმძღვანელობას ამ სახლის შესახებ მიმართავდით, პასუხობდნენ. ეს საუწყებო ბინაა, თბილმშენის ბალანსია და ამიტომაც ჩვენ ვერაფერს გადავწყვეტო. თბილმშენი კი უბრალოდ პასუხისგაცემასაც არ თვლიდა საჭიროდ. ამასობაში რეორგანიზაცია მოხდა. ამ რაიონის ხელმძღვანელობაც შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ეს კორპუსი გლდანი ნაძალადების ტერიტორიაზე დარჩა, თბილმშენმა მასზე პასუხისმგებლობის არც მოხსნა ისურვა და არც დაკისრება. დღესაც არავითარ დოკუმენტი შექმნილი არის სახლის გადმოცემაზე ბალანსიდან ბალანსზე და ამიტომ რომ მათმა უწყებამ არ მიაქცია ყურადღება თავის მოსახლეობას იმ კორპუსს რომელსაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ ჩვენ გავწიეთ ეს ხარჯები ვერ ველოდებით მას იმიტომ რომ მოსახლეობა ჩვენ რაიონში ცხოვრობს და არ შეიძლება ლოდინი და მათი თუნდაც იმედების გაცვლება და ამიტომ ხდება ზრავით შეძენილია სამუშაოების მიმდინარეობს და სამშაბათილას მიიღებენ მას. ჩვენი გადამღები ჯგუფი აქ ერთი კვირის წინ იმყოფებოდა. მაშინ, როდესაც ამ ჯიხურში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. დღეს ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია და იმედია 7 წლის შემდეგ მოსახლეობა წყალს უკვე მიიღებს. მოვიდა წყალი მოვიდა თქვენ. არ მოსულა ბატონო, არა. არ არის. გავიდეთ ახლა ბოილერი გაკეთებულია და დაკეტილია კარები. რას უცდიან არ ვიცით. წყალი როგორც ასეთი ცენტრალური, საიდანაც უნდა მოდიოდეს საბოილეროდან არ მოსულა. და არც არავინ არ მოგცემს ალბათ кайხანს. ხალხმა თავის ძალებით, აი რაღაცა მოახერხეს, რომ წყალი ზედასართულებს მიეწოდოს. მაგრამ მანდაც თავიანთი გადასახდელია. ორი ძრავის მიუხედავად წყალი ჯერაც არ მიუღია მოსახლეობას. ამ ფაქტით გაოცებულებამ გამგეობას მივაკითხეთ და ისინიც გავაოცეთ. იმ დღეს ვერაფერი გავარკვიეთ, გაოცებულები დავიშალეთ და შეხვედრა მეორე დღისთვის გადავდეთ. როდესაც გვიშინ ჩვენი გადამღები ჯგუფი თემქაზე 34 კორპუსთან მოვიდა, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ მათ წყალი ჯერაც არ მიუღიათ. ჩვენ ახლა რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად სწორედ ამ კორპუსთან ვიმყოფებით. გამგებლის მოადგილემ აღდგენილ ჯიხურში ჩვენს თვალწინ ზრავის ღილაკი ჩართო და კიდევ ერთი საოცრება. 7 წლის შემდეგ მოსახლეობამ ნანატრი წყალი მიიღო. მადლობელები ვართ გენაცვალე. 8 წელიწადი წყალი არ ქონებია, ძლივს ვეღირსეთ ჩვენს ოკაზე წყლის მოსვლას. როგორც რომ თქვენ დაგვეხმარეთ და წყალი მოგვეცით, უღრმესი მადლობა ყველას. მადლობას მოახსენებ ქალაქის მერს, ჩვენს გამგებელს დიდ უაღრეს მადლობას. ეს კახელი კაცი ხანდახან ლექციებს წერ ხოლმე რა მოგ არა კაცი ვიყო მე თუ მაგაზე კარგი ლექსია არ შევთხოვს და გაზეთში არ გამოვაქვეყნო. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით. პირველ ივნის ფრაქცია თბილისი და ქალაქის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საჩუქრებით დატვირთული ეწვია ერთ-ერთ საბავშვო სახლს. ამ დღეს ამ სამსახურების მიერ ქალაქში სხვა ღონისძიებები ჩატარდა. ბავშვთა სახლებიდან პატარები ზოოპარკში წაიყვანეს, სადაც მათ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. და ყველას მინდა ვთხოვო, ყველა ორგანიზაციას, ყველა უწყებას, ყველა დაწესებულებას მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვადასხვა შეხედულებებისა, რომ ბავშვებს ყველა მხარში დაუდგეს და რაღაცნაირად ის ტკივილი და ის გაჭირვება, რომელიც აქვთ ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, რაღაცნაირად შეუმსუბუქდეთ. მეტროპოლიტენი დღეს ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა ქალაქში და ამიტომაც მისი ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს მოსახლეობის ხელშეწყობას. მიუხედავად ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის ზრდისა, 4 წელია მეტროთი მგზავრობის გადასახადი არ გაზრდილა. თუმცა დაგროვილი პრობლემების ფონზე გამართული მუშაობა უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. წლების მანძილზე მეტროპოლიტენი კოდირებული ბარათების საფასურის მხოლოდ ნახევარს იღებდა და ვერ ხერხდებოდა კუთვნილი დოტაციის მიღებაც, რაც უდიდეს ზარალთან იყო დაკავშირებული. მე მინდა ვიყო ობიექტური აღნიშნო, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის პირადად ქალაქის მერის დამსახურება ის, რომ აღსდგა სრული, ასე ვთქვათ, კოდირებული ბარათების სრული თანხის გადახდა და ასევე გაჩნდა, ასე ვთქვათ, დოტაციის წყარო. უკვე 2 წელიწადი. ეს საკითხები მოგვარდა, მაგრამ ბოლო პერიოდში თავი იჩინა არანაკლებ სერიოზულმა პრობლემამ.
გახშირდა კონფლიქტი მოსახლეობასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის. მოდიან გზავრები, რომლებსაც ხელთ აქვთ კოდირებული ბარათი, რომელიც პრაქტიკულად ანალოგია, ასე ვთქვათ, არ განსხვავდება გარეგნულად იმ კოდირებული ბარათებისგან, რომელიც ჩვენ აგვაქვს დარიგებული, ჩვენი ტექნიკა ამ ბარათებს არ ატარებს და იწყება კონფლიქტი. ძნელია ამ საკითხის დარეგულირება, რადგან კოდირებულ ბარათებზე საკუთრება არცად ფიქსირდება და ყველას, ვისაც კი ეს ბარათი ხელში ჩაუვარდება, მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ამიტომ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის თხოვნით ამ საქმეში პოლიციის მთავარი სამმართველოც ჩაება. მათ საკმაოდ ოპერატიულად იმუშავეს, რამაც ნაყოფი გამოიღო. დაკავებულ იქნა ვინმე კუნელაური. დროებით უმუშევარი, რომელსაც განათლება მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში აქვს მიღებული და ამიტომაც საკმაოდ კვალიფიციურად ასრულებდა ამ საქმეს. შესაბამისი სამსახურები ვარაუდობენ, რომ ყალბ ბარათებზე მუშაობა მხოლოდ 2 თვის დაწყებულია და დროულად დანაშაულის გამოაშკარავებით თავიდან იქნა აცილებული სერიოზული ზარალი. ჩვენს სწრაფდახარისხიან გადაადგილებას უზრუნველყოფს ბენზოგასამართი სადგური ფიქრის გორა. 26 მაისს ქალაქში მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი მერიის ფოიეში ბავშვების ნახატების გამოფენა გახდათ. 1 ივნისს მერიაში ამ ბავშვების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ლუკა ზურაშვილი медали მარიამ დერგაძე ხალხი მარიამი დედაქალაქის მერმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დასუფთავებასა და რაიონში არსებულ სერვის ცენტრებზე. ჩვენ სერვის ცენტრები მეტაკლებად რაიონებში გავხსენით. ერთი პერიოდი იყო ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინა რაიონებს. ხელშეკრულებების ზოგმა გააფორმა, ზოგმა არ გააფორმა. სადაც არ არის, იქ არის კორუფციის წყარო. და მე ისიც ნახეთ რა თანხებშია გაფორმებული, იმიტომ რომ შეიძლება ლარეთ გააფორმონ და სიამოვნებაში 10 ლარი იყოს გადასახდელი. ჩვენს სწრაფდახარისხიან გადაადგილებას უზრუნველყოფს ბენზოგასამართი სადგური ფიქრის გორა. გაზაფხული, ბუნების გაღვიძება და სილამაზე ერთმანეთს რომ უკავშირდება, ყველას კარგად მოგეხსენებათ. სწორედ ამიტომ წლევანდელი გაზაფხულის ბოლო დღეს, 31 მაისს, ქალთა სპორტული კლუბის წარმომადგენლები თავისი საკუთარი საყვარელი კლუბის დაბადების დღეს ბიზნეს ცენტრში აღნიშნავენ. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს ძალზე იმუდ და სადღესასწაულოდ აღნიშნავს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ წელიწადში ერთი დღე საკუთარი სიამოვნებისთვის გამოიყენოს. სწორედ ასეთი ზეიმის მომსწრენი გავხდით 31 მაისს ბიზნეს ცენტრში, სადაც ქალთა სპორტული კლუბი TND-ნი დაბადების დღეს აღნიშნავდა. კლუბის მფლობელები და წევრები, რომელნიც ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ სიჯანსაღეზე, ერთმანეთს ულოცავდნენ ამ მშვენიერ დღეს. ვარჯიშის შედეგი სახეზე იყო. ფიზიკურად თუ არა, შინაგანად ყველა თავს კარგად და მხიარულად გრძნობდა. მშვენიერი მუსიკის, ალაფურშეტის, ატმოსფეროს და ლამაზი ქალების ფონზე მამაკაცებმაც ისიამოვნეს. ჩვენი გადაცემაც ულოცავს TND-ს ამ მშვენიერ დღეს და რაც შეიძლება მეტ სიხალისესა და ფიზიკურ სიმხნევეს უსურვებს. 1982 წელს თბილისში გამოჩენილი რუსი მეცნიერის კირილ შოლკინის ძეგლი აღიმართა. ეს ფაქტი დღემდე გაკვირვებას იწვევს ქართველებში, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ შოლკინი 1911 წელს ჩვენთან თბილისში დაიბადა. ეს გახლავთ პიროვნება, რომელმაც 1959 წლის 29 აგვისტოს დააჭირა ღილაკს თიქით, რომელმაც საშუალება მისცა მაშინდელ საბჭოთა კავშირს გამოეცხადებინა, რომ პირველი ატომური ბომბი წარმატებულად აფეთქდა. დღეს ჩვენ ყვავილებით შევამკეთ გამოჩენილი რუსი მეცნიერის კირილ ივანეძე შოლკინის ძეგლი. ეს ძეგლი გააკეთა არქიტექტორმა თოიძემ და როდესაც ეს ძეგლი დაიხსნა 1982 წელს, ძალიან დიდი მონაწილეობა ამ ძეგლის გახსნაში მიიღო ჩვენმა სახეველმა თანამემამულეებმა ქალბატონმა ნინა ჟვანიამ. ძალიან სიმბოლურია, დღეს აქ იყო ვანო ზოდელავა, ქალბატონი ნინა ჟვანიას ვაჟი და მე ბატონ ვანოსაც მოვახსენე, რომ ქალბატონი ნინას კოლორიტულმა ფიგურმა და მისმა ასეთმა ენერგიულმა ცდილობა ამ ძეგლის გახსნაში წარუსველი კვალი დატოვა ჩელიაბინსკელებში.
დღიდან ჩვენი გადამღებით ჯგუფი კვლავ თბილისის ქუჩებში იმოძრავებს. ჩვენი კამერა ეცდება დააფიქსიროს თუ ჩვენ ქალაქში მაცხოვრებლებს როგორ გვიყვარს ჩვენი საკუთარი დედაქალაქი. მისი ბრალია ის, რაც ჩვენ სადარბაზოებში და ეზოებში ხდება. როგორ ვიქცევით ჩვენ საკუთარი დედაქალაქის ქუჩებში. ჩვენ თუ ბაღაყების ყიყინის ხმა მოგერატყოთ, შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში აი ამ აუზეთ, მოხვიდეთ, ჩამოждეთ და მოისმინეთ. ეს არც ქალაქის მერიის ბრალია, არც მეეზოვის არ ყოფნის. ეს კი უბრალოდ ჩვენი კულტურის მანიშნებელია. ამ სახლის მოსახლეობა ალბათ უცდის მერიასა და მეეზოვის, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცოცხლის სახში ვიდეთ. ასეთი კაბა ზურაბ-წერეთელს ჟაკლინ კენედისათვის ჩაუტანია. იქ ღონისძიება ტარდებოდა. ხევსურულ კაბაში გამოწყობილმა ჟაკლინმა პირველი ადგილი აიღო. ეს კაბა დღეს თბილისში, მთაწმინდაზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ისევე როგორც ეს მუზეუმი, აქ არსებული თითოეული ექსპონატი თავისებურად წარსულთან ასოცირდება. წარსულთან, რომელიც ქართველი და საერთოდ კავკასიელის ხალხის ხალხური ხელოვნების ისტორიას ასახავს. საუკუნეების მანძილზე თვითნასწავლხელოვანთა მიერ შექმნილი ნამუშევრების თავმოყრის მიზნით 1899 წელს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო შინამრეწველობის კუსტარული კომიტეტი, რამაც იმავე წელს საფუძველი ჩაუყარა ხალხური მუზეუმის დაარსებას. ოფიციალურად ექსპოზიცია შედარებით გვიან 1913 წელს გაიხსნა. დღეისათვის მუზეუმში 10,000-მდე ექსპონატს ითვლიან, მაგრამ მხოლოდ 4,000-ია გამოფენაზე გამოტანილი. დანარჩენი მუზეუმის ფონდებში ინახება. როგორც წესი, ექსპონატები მონაცვლეობით ხვდებიან ხოლმე ექსპოზიციაზე. ექსპონატი, რომელიც გამოფენაზე ჯერ არ ყოფილა გამოტანილი. ოხეტიალე მუსიკოსმა ილიკო ქურხულმა ოქროში შესრულებული რაჭული გუდასტვირი დაუტოვა მუზეუმს. აქ არსებულ თითოეულ ექსპონატს დამახასიათებელი ძალიან საინტერესო ისტორია და გნებავ თავგადასავალი აქვს. ყოველი მათგანი ეროვნულ, ტრადიციულ ხასიათს ატარებს და შესრულების პერიოდისათვის დამახასიათებელი შტრიხებით თანსდევს. აიყო ქართველი კაცი გვარად ბოკიები. მთელი თავისი სიცოცხლე ვანდობა მას რომ თურმე რასაც შოულობდა, უყურებდა ანტიკარულ მითებს. და სიკვდილის დროს მან არ დაუტოვა თავის თამაშს არ არის ვერსია და გადაცა ჩემს საჩუქრად. ეს ერთ-ერთია იმას ერთი ექსპონატიდან, რომელიც გოკიელმა საჩუქრად გადასცა მუზეუმს. დანარჩენი 100-ით სწორედ ამ ოთახში ინახება და მთელი კოლექცია ერთად მისი დაკარგული შვილის, ოვანას სახელს ატარებს. მუზეუმში არსებული ეს ექსპონატები არც საერთაშორისო გამოფენებს გამოკლებიან. ხშირად იგზავნებოდნენ პარიზში, გერმანიაში, პეტერბურგში, ინდოეთში, უნგრეთში, ავსტრიასა თუ სხვა ქვეყნებში. ისინი ყველგან მაღალი შეფასებითა და დიდი მოწონებით სარგებლობდნენ. ბევრი მათგანი გრან-პრის მფლობელი და ოქროს მედალოსანი გახლავთ. ამ ხალხს მე ნადირობ. როცა მეორე სახელსაც ზახლა ჯუნგლი და ახალჩა მეებო ოქროს მედალი და გრან-პრი საფრთხე. დააფინანსე იყო ესეც 1925 წელს აი ეს ხანჯლი. და მიიღეს კიდევ ძალიან მაღალი შეფასება გრან-პრი საფრთხეში და გამოფენაზე გასაგზავნად ექსპონატებს მისი მხატვრული ღირებულების მიხედვით არჩევენ. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც, როცა საქმე მუზეუმს და გამოფენას ეხება. მუზეუმის გარეთ კი უძვირფასეს ექსპონატებს დღეს უკვე ბაზარზე ყიდიან. ასეთი ნამუშევრების იმ ხალიჩისა და ხანჯლების მსგავსად საზღვარგარეთ და შეიძლება თუნდაც პარიზში ხვდებიან. მაგრამ მათგან განსხვავებით გატანილი საგანძური უკან აღარ ბრუნდება და კაპიკებად იყიდება ჩვენი წარსული, ქართული ხელოვნების ნიმუშები. ხალხში გაფანტული ნამუშევრებისაგან განსხვავებით, მუზეუმში ამ ყველაფერს უფრთხილდებიან, აფასებენ და უვლიან. სამაგიეროდ მოუვლელი და მიტოვებულია თვითონ მუზეუმი და მასზე ახლა მხოლოდ მისი კოლექტივი თუ ზრუნავს.